ნინო კალანდაძე ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი შემოგვიერთდება სტუდიაში. მასთან ბუნებრივია ამ თემაზეც ვისაუბრებ. ჩვენი წინასწარმეტი ამბობდა, რომ ეს არ არის ეკონომიკური საკითხი, ცხადია ეს არის პოლიტიკის თემა. ნახოთ რა გამოვა ამ ყველაფრიდან. მანამდე საერთაშორისო მედიის ყურადღების ფოკუსში ცხადია იყო მაკრონისა და ტრამპის შეხვედრა საინტერესო გზავნილებით, ფორმატით, მედიისთვის გაცემული კითხვებით და პაუზებით. თუ ამ შეწყვეტით, რაც ვნახეთ, მაშინ როცა ტრამპი საუბრობდა უკრაინის შესახებ და მაკრონმა შეახსენა მას, რომ აქ არ არის საუბარი სესხებზე, უკრაინის გადაცემა, არამედ დახმარებაზე, დეტალებზე ვისაუბრებთ ნინო კალანდაძესთან, ის ჩვენთან სტუდიაში სტუმრად არის. მოგესალმებით სტუმრობისთვის. თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ პირველ რიგში ამ შეხვედრამ და კონფერენციამ, რა მისიით იყო ჩასული მაკრონი და წამოიღო თუ არა მან რამე მაინც დამაიმედებელი პირველი ეტაპისთვის. მე ვფიქრობ, რომ მისია იმ თავითვე ცხადია ამ ეტაპისთვის. ახლა მიმდინარეობს გამალებული მოლაპარაკება, მიმდინარეობს შუამდგომლობა, მაგრამ არა მხოლოდ. თუ აქამდე ევროპელი ლიდერები ახალ არჩეულ პრეზიდენტს გაესაუბრებოდნენ იმის თაობაზე, როგორი შეიძლება იყოს ერთობლივი სტრატეგია უკრაინასთან მიმართებით, ახლა უკრაინის პოზიციების მედიაცია მიმდინარეობს ევროპელების მხრიდან, მაგრამ ამავდროულად იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი თავად აცნობიერებს საფრთხის სიმწვავეს, საუბრობს ახლა საკუთარი პოზიციებიდან და მათ შორის თქვენ გზაში რო გისმენდით, საუბრობდით ჟესტიკულაციის ენაზე და როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, ესეც ერთგვარად მთქმელი იყო, რომ განცდა გაჩნდა, რომ აქ თითქოს არავითარი სუბორდინაციის საკითხი აღარ იყო, არამედ ევროპას მეგობრული იყო ეს შეხვედრა. მეგობრული იყო, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ჰორიზონტალური, იმ თვალსაზრისით, რომ თუ აქამდე ვთქვათ მედიაციის, თუ თუნდაც აი ამ ომის პროცესის წარმართვაში ამერიკის შეერთებულ შტატებს უფრო მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, ან მოლოდინი იყო ევროპის მხრიდან, ახლა ასეთი შთაბეჭდილება გაჩნდა, რომ აი ამ ფორს-მაჟორულმა ვითარებამ მაგრამ აი ასეთი მეგობრული ჩინა საკმარისი პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ თანაბრად ესაუბრონ და აი ამ პასუხისმგებლობით იყო თითქოს იყო ასეთი შეფასებებიც, რომ მიუხედავად ასეთი მეგობრული შეხვედრისა, უფრო მეტი დისტანციაც გამოჩნდა მათ შორის განცხადებების შემდეგ, რითიც ჩავიდა, იმით დაბრუნდა მაკრონი. ალბათ სხვა მოლოდინი ამ ეტაპისთვის არ უნდა გქონოდა, გამომდინარე იქიდან, რომ ახლა ეს არის განცხადებები, რომელიც აწყის ეტაპზე გაკეთდა და ამ განცხადებების უკან ჯერჯერობით ეს პოზიცია დგას ამ ადმინისტრაციის და ამ ახლად არჩეული პრეზიდენტის, მაგრამ თავად ფაქტი, რომ ახლა დაგეგმილია, თქვათ, რაღაც მწკრივი შეხვედრების, როდესაც ევროპის ლიდერები ჩავლენ ტრამპთან სასაუბროდ, იმის გათვალისწინებით, რაც მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, ვნახეთ ჩვენ გაეროს რეზოლუციისას ევროპელი ლიდერების პოზიცია, ასევე ვნახეთ ჩვენ ზელენსკისთან მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, ბრწყინვალე გამოსვლა დანიის პრემიერ-მინისტრის, აშკარაა, რომ ევროპის პოზიცია უცვლელია და ჩემი აზრით მაკრონთან შეხვედრის ეს ზედაპირულმა ფოტოებმა სწორედ ეს გამოაჩინა, რომ ევროპა ამ პოზიციიდან უკან დახევას არ აპირებს, არა იმიტომ, რომ რაღაც პრინციპული პოზიცია აქვს ამ თამაში, ალბათ ესეც, მაგრამ იმიტომ, რომ ახლა საკითხი არა მხოლოდ უკრაინას ეხება, არამედ ევროპის უსაფრთხოებას ეხება. კი ბატონო, დანიის პრემიერ-მინისტრი ახსენეთ და მისი განცხადებები ეხებოდა იმას, რომ რუსეთი არ წყვეტს არც ევროკავშირის შემადგენლობაში ვინ შევა, არც ნატოს შემადგენლობაში ვინ შევა, არც ვის ჩააყენებს ჯარის სახით უკრაინა თავის ქვეყანაში. ახლა დადგა ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ, აი რატომ როგორ გქონიათ, რატომ გაუსვამან ამას ხაზი? იმიტომ, რომ ევროპისთვის ტრამპის გზავნილები აი ამ შინაარს ატარებდა, არა მხოლოდ გზავნილები, არამედ თავად ფაქტი, რომ მედიაციის ფორმატი შეიქმნა, სადაც უკრაინა არ მონაწილეობდა და სადაც ევროპის კავშირი არ მონაწილეობდა, ამის გადასაფარად და იმის ხაზგასასმელად, რომ ეს არ არის ის თამაშის წესები, რომელსაც ევროპა მიიღებს და ეს ძალიან მკაფიოდ გამოიხატა და მაღალი ალბათობით ძალიან სწრაფად ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში სათანადოდ მივა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ამოსავალი წერტილი არის ის, რომ აქ საკითხი არ დგას იმაზე, რა ვალდებულება აიღო ევროპის კავშირმა უკრაინასთან მიმართებით 3 წლის წინ, როდესაც ეს ომი დაიწყო, არამედ საკითხი დგას ასე, რომ ისინი რუსეთის მხრიდან უსაფრთხოების პრობლემებს ხედავენ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ საზღვართან და მათ შორის მოელიან თავდასხმებს ევროპის დედაქალაქებზე და სწორედ ამის ესეც ითქვა დანიის პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, რომ ჩვენ ახლა უახლოეს კვირებში უნდა ვიმოქმედოთ, თორემ იქნება ძალიან გვიან და ეს არის ის სულისკვეთება, რომლის გარშემოც ამ წუთას ევროპის კავშირი ერთსულოვანია.
ტაქტიკურ საკითხებზე შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან მიმართებით აღებული ვალდებულებები არ გადაიხედება და სიმწვავე, რომელსაც ევროპა გრძნობს, არის მოცემულობა, რომლითაც ისინი ტრამპთან როგორც ჩანს ამ სულისკვეთებას ევროპის რამდენად გაძლიერებს მერცის ფიგურა. მაკრონი იყო სტარმერი ჩავა შემდეგ კვირაში, მერცმა ჯერ უნდა შექმნას კოალიცია და ეს დროის ამბავია, თუმცა მისი წინასწარი განცხადებები რა მოლოდინებს აჩენს, შეიძლება თუ არა ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცეს ის ევროკავშირისთვის. მე მაქვს მოლოდინი რომ ასე იქნება, იმიტომ რომ პირველ რიგში ქრისტიან-დემოკრატები არიან ევროკავშირის გაფართოების მოწინავე რიგებში მყოფი ტრადიციული პარტია, რომლებიც ამ პოზიციას მიუხედავად იმ სირთულეებისა, რომელსაც ისინი მიგრაციის პოლიტიკის ფარგლებში აწვდებიან, მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგში უნდა დარჩეს და რეგიონს ეს უნდა შეეხოს. ჯერ კიდევ რუსეთ-უკრაინის ომამდე გამოკვეთილი პოზიცია იყო. რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ძალიან ცალსახად გამოიკვეთა მათი პოზიცია, რომ უკრაინა დაჩქარებული წესით მიღება უნდა მოხდეს როგორც კანდიდატის სტატუსის მინიჭება, ისე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლა. ეს არის მათი პოლიტიკური პოზიცია, რომლის მემკვიდრეც ახლა თავადვე ხდება. ამავდროულად წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში აშკარად გამოიკვეთა მისი სურვილი, რომ ამ მოლაპარაკებებში ის ერთ-ერთი ლიდერის წამყვან პოზიციაზე დაბრუნდეს. ამ პარტიას ყავდა ანგელა მერკელიც და ამიტომ კითხეთ პერსონალურად მასზე და ასე ჩანს, რომ მას мотиваცია აქვს, რომ ამ საკითხში მან იყოს ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა და გერმანიას დაუბრუნოს ის სტატუსი, რომელიც მას ოდესღაც ჰქონდა, როდესაც საერთაშორისო ურთიერთობებისგან შედარებით დისტანცირებას მოახდენა და რაც პრინციპში მოხდა ანგელა მერკელის ბოლო მმართველობის პერიოდში, როდესაც პრაქტიკულად ევროპა რაღაცნაირად დიდ საერთაშორისო პოლიტიკას უფრო გამოეთიშა ბერლინი და კონცენტრირდნენ თქვათ შიდა ეკონომიკურ და ევროპის შიდა საკითხებზე. კი, ამიტომ მაქვს მოლოდინი, ცხადია გარკვეული დრო დაჭირდება, ვიდრე კოალიცია შეიქმნება, ვიდრე ის იმ სტატუსს შეიძენს პერსონალურად, რომ ტრამპთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაждდეს, მაგრამ კი, მაქვს ეს მოლოდინი, რომ უკრაინასთან მიმართებით, მათ შორის სახალხო განწყობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, გერმანიაში საკმაოდ ცალსახაა, რამდენადაც ანტაგონისტური სენტიმენტები შეიძლება იზრდებოდეს, თქვათ, არალეგალურ მიგრანტებთან მიმართებით, უკრაინასთან მიმართებით სახალხო პოზიცია გერმანიაში ძალიან გამოკვეთილია, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ამ პოზიციას უნდა დაემორჩილოს ახალ ვაშინგტონს და მოსკოვს რომ დაუბრუნდეთ, გავს ეს ახალი განცხადებები გადატვირთვის მორიქსერიას, აი რესეტის ღილაკზე ხელის დაჭერას და ბრუნა მაინც ტრამპმა საერთაშორისო პოლიტიკაში პუტინი ტრამპმა პუტინის ფაქტორი ასე ვთქვათ. პუტინი არსად არ დაბრუნებულა ამ ეტაპისთვის. პუტინი ისევ ისეთი აგრესორია, მათ შორის ოფიციალურად და საერთაშორისო შეფასებული როგორც ის იყო. მცდელობებს აქვს ადგილი, რომ რაღაც გარკვეული რეზოლუციების გადახედვა მოხდეს. ამ ეტაპზე ეს შედეგები არის ფაქტობრივად წარუმატებელი, იმიტომ რომ ამ საკითხთან მიმართებით ევროპა არ არის ერთსულოვანი და იმიტომ რომ ეს იქნებოდა სრულიად თავდაყირად დაყენება ყველაფრის, რაც ბოლოს 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობს და ასე ხელაღებით დასავლეთი უბრალოდ საკუთარ განცხადებებს ვერ უკუაგდებს და უარს ვერ იტყვის. ამიტომ ეს სულაც არ არის შემდგარი ფაქტი, ყველა აღიარებს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ყველა აღიარებს, რომ პროცესი არის ოკუპაციისა და ანექსიის, რომელიც უნდა შექცევადი შეიქნას და არა წახალისებული ამ შემთხვევაში, მაგრამ კი რისეც გვაგონებს ნამდვილად, მე პირადად მაქვს ამის განცდა, რომ და ამ შემთხვევაში კრიტიკა მიემართება დემოკრატებს და არა რესპუბლიკურ პარტიას, როდესაც მათ 2008 წელი, საკმარის 2008 წლის რუსული აგრესია სათანადოდ ვერ შეაფასეს სათანადოდ ის, რომ რუსეთმა მის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებები არ შეასრულა, ამის უგულებელყოფა მოხდა და მიუხედავად ამისა, თამზაობა განაცხადა ვაშინგტონმა, რომ რუსეთთან ურთიერთობები გააღრმავებინა. შეცდომა იყო, როგორც აჩვენა შემდგომმა ისტორიამ და მოვლენათა განვითარებამ 2014 წელს და 2024 წელს, ამიტომ კიდევ უფრო დიდ შეცდომად მიმაჩნია წარსული შეცდომების არ გათვალისწინება და იმისი, რომ პუტინისთვის დათმობის
ფორმა არ არის დასავლეთისთვის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების ფორმულა. კი ბატონო, ერთი წუთი დაგვრჩა და ბოლო შეკითხვა, საქართველოს რა გამოწვევების წინაშე დგება, ხალხი, პროტესტი, მაშინ როდესაც ქართული ოცნებას მუდმივად იმეორებს, რომ ევროპას თავისი პრობლემები აქვს, თავისი გამოწვევები აქვს, ტრამპს თავისი საქმე აქვს, ომს უნდა მიხედოს და ასე შემდეგ. რა გამოწვევებს ქმნის? საქართველოს იმავე გამოწვევების წინაშე დგას, რა გამოწვევების წინაშეც იდგა იმ თარიღზე, რომლის ისტორიულ თარიღსაც დღეს აღნიშნავთ და იგივე გამოწვევების წინაშე დგას, რომლის წინაშეც იდგა, როდესაც რუსული კანონის ინიცირება მოხდა და როდესაც შემდგომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი ითქვა. საქართველოს დღეს იბრძვის სახელმწიფოებრიობისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ეს მარშები, რომლებიც დღეს ეწყობა გარდა იმისა, რომ ეს არის ისტორიული მეხსიერების აღდგენის ძალიან ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ასრულებს ამ ყველაფერს. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიციები არც შესუსტებულა და არც გაძლიერებულა, ჩვენ აქ დიდწილად საბოლოო ჯამში მაინც ევროპის პოზიციებზე ვიქნებით დამოკიდებული. ევროპის პოზიციების შესუსტება საქართველოსთან მიმართებით არ იგრძნობა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, კრიტიკულია ყველა დემოკრატიული სახელმწიფოსთვის საქართველოში სახალხო რა პოზიცია შენარჩუნდება. სახალხო პოზიცია თუ დარჩება მდგრადი, მაშინ ყველა ლიდერს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწევს ამ პოზიციების გათვალისწინება. ბატონო, მაზნიაშვილის ბრძოლა ბოლომდე ეს კადრი გამოჩნდა, მარშები უკვე იწყება. მარო მაყაშვილის სახელობის მარშიც არის დაწყებული. დიდი მადლობა ქალბატონი, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი.